დილამშვიდობისა, დღეს 14 ნოემბერია, დილის 8 საათი და 30 წუთი, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების სტილა. სოფიო კუჭავა და გეგი ნემსიწვერდზე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ და აქვე გიეთყვით, რომ დღეს არის სოფიოს დაბადების დღე და დიდი სიყვარულით გვინდა მივილოცოთ ჩვენი გადაცემის სახელით, გროვას და ეს არის სოფიო გილოცავ დღევანდელ დღეს. მადლობ გეგი, დიდი მადლობა, მეც ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. და რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, შევეცდებით რომ საინტერესო ეთერი გამოდგეს დღევანდელი დღე, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ამაღლებული განწყობა შევქმნათ ჩვენს მაყურებელს და ამავდროულად საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მივაწოდოთ. პირველ რიგში უნდა ვნახოთ საეკლესიო კალენდარი, გავიგოთ ვის იხსენიებს დღეს 14 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 14 ნოემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა უვერცხლო მკურნალებს კოზმასა და დამიანეს და მათ დედას თეოდოტიას, წმინდა მღვდელმოწამეებს იოანე ეპისკოპოსს და იაკობ ხუთს, წმინდა მოწამეებს კვირიენას და იულიანას, წმინდა მოწამეებს კესარის, დასის, საბას, საბინიანეს, აღრიპას, ადრიანეს, ჩვილ თომას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. საკვირაო სახარების განმარტების შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად, შემოგვიერთდება ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. 14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა და ვისაუბრებთ რა თქმა უნდა დაავადების შესახებ. მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად რთულ გამოწვევებს აწყდება. მათ სჭირდებათ დიდი ძალისხმევა საკუთარი მდგომარეობის მართვისთვის და ასევე გეტყვით, რომ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. უფრო მეც რა თქმა უნდა დაავადებისა და კონფერენციის შესახებ მოგვიყვება ჩვენი სტუდიის სტუმარი, საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე, ენდოკრინოლოგიის პროფესორი ბატონი რამაზ ყურაშვილი. რომელიც შემოგვიერთდება ბუნებრივი გადაცემის მსვლელობის დროს, გადაცემის მეორე ნაწილში, რაც შეეხება დასკვნით ნაწილს ჩვენი გადაცემის შემოდგომა საქართველოში. სად ვიმოგზაუროთ წელიწადის ამ ყველაზე ლამაზ სეზონზე და ბუნებრივია დამეთანხმები სოფიო შენც უნამდვილად ასეა, რომელი ადგილებია საქართველოში ოქროსფერის შემოდგომის სანახავად ყველაზე შთამბეჭდავი. უფრო მეც სტუმარი ფოტოხელოვანი ბადრი ვადეჭყორია გვეტყვის, რომელიც როგორც მოგახსენით გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვიერთდება. საინტერესო გადაცემა გელოდებათ, ასე რომ არ გადართოთ და დარჩით ჩვენთან ერთად. ნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ დავბრუნდებით მოძღვართან ერთად სტუდიაში.
დავრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვერთ და ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მიქობიშვილი. დილამშვიდობის მამა დავით. დილამშვიდობის შეგვეციოს ღმერთი. გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. არასკევ დღეს ტრადიციულად ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ საკვირაო სახარების შესახებ, მის განმარტებაზე. პირველ რიგში მოვუთხრათ მაყურებელს, რას წაიკითხავს კვირას მართლმადიდებელი ეკლესია წირვაზე და შემდეგ უკვე მის განმარტებაზე ვისაუბრებთ. ძალიან კარგი ტრადიცია არის არასკევ დღეს წინვე განვეხილოთ კვირას დასაკითხის სახარებას, რომ უფრო მომზადებულები მივიდეთ ტაძარში და იქ ესე მტყულად კი არ ვიდგეთ, არამედ სულიერი საუნჯე, სულიერი სიბრძნე წამოვაბრძანოთ და მთელი კვირის განმავლობაში გვეყოს ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში, რომ სახარებისეული მცნებები, შეგონებები პრაქტიკაში გადმოვიტანოთ, რადგანაც როგორც მოციქული ამბობს, მარტო სმენელები კი არ გამართლდებიან ღვთის წინაშე, არამედ მისი აღმასრულებელნი, მისი ყოფილები და როგორც დავით წინასწარ მეტყოლი ბრძანებს, წინასწარ თუ მოვემზადებით, მაშინ უფრო კარგი შედეგები გვექნება და არ შევძრწუნდებით. კვირას ესე იგი ეკლესიებში წაიკითხება ლუკას სახარების მერვე თავიდან 51-56 მუხლები. ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი არის, არაერთი საგულისხმო ეპიზოდი არის აღნიშნულ სახარებაში. ბარემ აქვე წინარე სახარება როგორ მთავრდებოდა და როგორ გადავდივართ საკვირაო სახარებაზე, ამასაც ვახსენებ. წინარე ეპიზოდიც ასევე საკვირაო სახარება არის, სადაც ქრისტე მიდის გერგესეველებთან, გვახსოვს იქ რომ ერთ-ერთ ბოროტ ეშმაკეულ ადამიანს განკურნავს და ამის შემდგომ ადგილობრივი ცხოვრებლები გამოდიან ქრისტეს შესახვედრად და იქ ხდება ძალიან სამწუხარო რამ, ესე იგი ღორების წარწმუნდა ვერ იგუეს და აღუპვა და ქრისტეს ეუბნებიან, რომ წადი ჩვენი საზღვრებიდან. განგვეშორე უფალო, არ გვჭირდები ჩვენ შენ, რადგანაც მათ განიცადეს მატერიალური ზარალი და როგორც ვიცით, უფალი ჩვენს თავისუფალნებაზე არ ძალმომრეობს. ის ჯდება ნავში და მოდის კაპერნაუმში და სწორედ აი ამის შემდგომ იწყება უკვე ჩვენი მოწევნადი საკვირაო სახარება. მოდის რა კაპერნაუმში, მასთან შესახვედრად გამოემართება იაიროსი, შესაკრებელის მთავარი, რომელსაც შვილი ყავდა დისნეულებაში მყოფი, უკვე სიკვდილად მიწევნული, დაუჩოქებს ქრისტეს და ეტყვის რომ წავიდეს მასთან. თქვათ ის რომ იმ პერიოდში დაახლოებით 400-დან 500-მდე შესაკრებელი სინაგოგა იყო ებრაელებში, მთავარი ტაძარი, რომელიც ერთი იყო, ცენტრში იყო, იერუსალემში იყო და პერიფერიებიდან ესე ყოველდღიურ და ყოველკვირ რეჟიმში მისვლა არ იყო, რა თქმა უნდა, მარტივი და წარმოუდგენელი იყო იმ დროინდელი სატრანსპორტო საშუალებების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, და იმისთვის რომ ხალხი სულიერ ცხოვრებას, წმინდა წერილის შემეცნებას არ მოწყვეტოდა, დადგენილი იყო შესაკრებლები, ამ შესაკრებლებს ყავდა თავისი მთავარი და სწორედ იაიროსი იყო ერთ-ერთი მთავარი, სადაც ხდებოდა წმინდა წერილის აღმოკითხვა, განმარტება, დამოძღვრა ზნეობრივი სულიერი თვალსაზრისით და გარკვეულწილად ამზადებდა ადამიანებს იმისთვის, რომ შემდგომში დიდ ტაძარში მისულიყვნენ და იქ აი ეს მათი სულიერ ზნეობრივი ცხოვრება გადაეტანა და მიერთმიათ როგორც კეთილი მსხვერპლი ღმერთისთვის. როგორც ჩანს, იაიროს საკმაოდ კარგი ავტორიტეტი ჰქონდა ერში, რომ საპირისპიროდ ამისა, ლუკას სახარების სხვა ეპიზოდში მოხსენიებული არის სხვა შესაკრებელის მთავარი, რომელიც ბრაზდება ქრისტესზე, მხოლოდ იმის გამო, რომ მან განკურნა მოხრილი ადამიანი ტაძარში 18 წლის განმავლობაში, რომელიც იტანჯებოდა და გაბრაზდა იმის გამო, რომ შაბათს გააკეთა უფალმა და იქ უფალმა განსწავლა ყველა და გვასწავლა ჩვენც, რომ შაბათს, ანუ ეს უფლის დღეს, მოსვენების დღეს, კეთილი საქმეების აღსრულება ჯერ არის. მაგრამ ამ შემთხვევაში იაიროსი, როგორც ჩანს, ძალიან დიდ სულიერ სიმაღლეზე არის, მიუხედავად მისი დიდი წოდებისა, მისი განსაკუთრებული პატივისა, მის ხალხისა, რაც ძალიან კარგად ჩანს ლუკას სახარებაში, ბევრი ადამიანი იყრის მის გარშემო თავს, ის მიდის უფალთან და დაუჩოქებს მას, რაც გამოხატავს მის ძალიან დიდ რწმენას და დიდ სიყვარულს და დიდ თავმდაბლობას. ერთ-ერთი რომ ისე იგი შვილი ყოველას გვიყვარს, მაგრამ ესე შვილი სიყვარულის გამო არღვევს ყველაფერს, მიდის უფალთან და უფალიც რა თქმა უნდა ითვალისწინებს რა, როგორც ძალიან ხშირად ვამბობ ჩვენ ამას, ეკლესიის შემდეგ ყველაზე ძლიერ არის მშობლის ლოცვა. მშობელი როდესაც ლოცულობს შვილისთვის, აი პირდაპირ, როგორც აი აღნიშნულ სახარებაში არის დგება ქრისტე და არანაირი წამით დაყოვნება იქ არ არის,
მიდის იაიროსთან რომ განკურნოს მისი შვილი. და როდესაც მიემართებიან ესეთი რამ მოხდება გზად, როგორც ვთქვით, უამრავი ადამიანი იყო ამ პერიოდში ქრისტეს გარშემო, ერთ-ერთი სისხლმდინარე დედაკაცი, რომელიც 12 წლის განმავლობაში იტანჯებოდა სისხლის დინებისაგან, ძალიან დიდი სნეულება იყო ეს, როგორ არ გარდაიცვალა ეს მდენი სისხლის დინებისგან, როგორ მოითფინა 12 წელი, წარმოუდგენელია ამისი ახსნა, უფლის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ეს ადამიანი. მან მთელი თავისი ქონება დაყიდა და დაურიგა ექიმებს, შეალია იმდროინდელ მკურნალობას, მაგრამ როგორც ვიცით, სადაც ღმერთს არ ნებავს, იქ არაფერი არ ხდება და მას ეს გარკვეული მოთმინებით და იმ ტკივილებით უნდა მიაღწია დიდი ფიზიკური და სულიერი კურნებისკენ და როგორც იაიროსის ეპიზოდი, ასევე სისხლმდინარე დედაკაცის ეპიზოდი გვიჩვენებს იმას, რომ ღმერთი არის ყველაფერი. შენ რაც არ უნდა გააკეთო, ხომ? ახლა იაიროსის გარშემოც უამრავი მკურნალი იყო, უამრავი ექიმი იყო, მაგრამ სიტუაცია იყო გამოუვალი. ასევე ამ სისხლმდინარე დედაკაცის შემთხვევაში და ჩვენ შემთხვევაშიც ხომ ხდება, რომ რაღაც მცირე დაზიანების შემდეგ ექიმთან მივდივართ, მოტეხილობა არის, თქვა დაბაშირში ჯაგისვამს და პრობლემა არ იქნება, მაგრამ ძალიან ხშირად ექიმებიც ამბობენ, რომ ჩვენ არაფერი აღარ შეგვიძლია, ღმერთის იმედზე ვართ და აი ამ შემთხვევაში უკვე ხან ხდება ისეთი სასწაული, რომ ადამიანი რჩება დედამიწაზე, ხან უფალს მიყავს. ორივე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფლისნება არის და როგორც ადამიანის სულისთვის არის უმჯობესი, ისე განაგებს უფალი. და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ასე თქვა დავიწყებთ კურნების ნაბიჯების გადადგმას, გვახსოვდეს, რომ თავარი კურნალი არის მაცხოვარი იესო ქრისტე და რატომ არის რომ ერთი და იგივე ექიმი ერთ და იგივე წამლის მეშვეობით ზოგ ადამიანს ეხმარება, ზოგს არ ეხმარება, ხო? მან ყველა ადამიანს თავისი ჟამი აქვს, თუ როდის უნდა განვიკურნო ჩვენ და ეს ყველაფერი ჩვენს მოთმინებაზე, ჩვენს რწმენაზე არის დამოკიდებული. და ყოველთვის შევთხოვოთ უფალს, რომ უფალო გამკურნე სულიერად, ფიზიკურად, იმისთვის რომ შენ გემსახურო და კეთილი საქმეები ვაკეთო. და ესე იგი ეს სისხლმდინარე დედაკაცი ამდენ ხალხით გარემოცულ ქრისტეს მიახლება და შესამოსლის კიდეზე შეეხება. ვიცით, იმ დროინდელი მოსეს რჯულის დადგენილებით წიდოვანი დედაკაცის შეხება არ შეიძლებოდა ადამიანებთან, ვისაც შეეხებოდა ის უკვე ბილწი იყო, ესეთი ის იყო წარმოსახვა, ესეთი დადგენილება იყო. და ბუნებრივია იმ ჩოჩქოლში ახლა ეს სისხლმდინარე დედაკაცი ბევრ ადამიანსაც შეეხებოდა და განსაკუთრებით ეს სულიერ ნივთებთან და სიწმინდებთან შეხება არ შეიძლებოდა, მაგრამ ქალი რწმენით აკეთებს ყველაფერს, მას ჰქონდა გულში ესეთი რწმენა, რომ შესამოსლის კიდეზეც რომ შევეხო მაშინვე განვიკურნებიო და მართლაც ესე იგი როგორც კი შეეხება ქრისტეს მეხსეულად თვითონ იხსნობს რომ განიკურნება. აი ჩვენს ვირუსი რო გვაქვს და რაღაც მხედველობა გვიჭრის, არც სმენა, ჭკუაც არ გვიჭრის, არ გვიჭრის ამ დროს ფიზიკური ძალები გამოლეული გვაქვს. აი თანდათანობით, როდესაც ვიკურნებით, გრძნობთ ამას, ხო? ეს ხეულით გრძნობთ და გონები და სული და აი ასევე აი ქალმაც მეხსეულად იხსნო რომ დასხრა მისი ეს სისხლის დინება, განიკურნა და აი უფალი ამ დროს აღასრულებს ესეთ ქმედებას. ის აჩერებს ამ პროცესიას და ამბობს ვინ შემეხო მე და ბუნებრივია ეს ცოტა ალოგიკურად ჩანდა ეს შეკითხვა, რადგანაც როგორც პეტრე მოციქული ეუბნება ქრისტეს, მოძღვარ ერნი გარემო გადგანში გაიწრებენ შენ ზედა დაგესხმიან და შენ ამბობ ვინ შემეხო მე. რა თქმა უნდა, რწმენით შეხებაზე არის საუბარი. ისიც ვთქვათ, რომ ქრისტეს გარშემო ყოველთვის ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთეული ადამიანები განიკურნა, რომელთაც წარმოაჩინეს განსაკუთრებული რწმენითი დამოკიდებულება ქრისტესადმი. და უფალი იმიტომ ამბობს ამას ვინ შემეხო მე, რომ აი ჩვენამდე მოსულიყო ეს დიდი რწმენის მაგალითი. იგივე ადამიანის შემთხვევაშიც ხომ ადამს სადახარ, რა თქმა უნდა იცის სად არის, მაგრამ მისი სინანულად მოქცევა უნდა. იგივე კაინს ეუბნება სად არის შენი ძმა აბელი, იქაც განსაკუთრებული რაღაც ურთიერთობის დამყარება უნდა კაინთან, რომ დაიბრუნოს მასთან ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში უფალი იმიტომ ამბობს ამას ვინ შემეხო მე, რომ ისე იგი აი ქალის რწმენა ჩაწერილი იყო სახარებაში და გადაგებული ყოფილიყო მთელს მსოფლიოში. როდესაც ვკითხულობ ჩვენ სახარებას, მარკოსთანაც არის, მათესთანაც ეს სახარებისეული ეპიზოდი და გვერდს ვერაულით დიდი რწმენის მაგალითს.
და ეს ქალიც უკვე ხედავდა რომ უფალი გულთამხილავი იყო, უფალი ყოვლისშემძლე, აკურნებელი, მოსიყვარულე არსება იყო, რა თქმა უნდა მას რწმენოდა მისი აღიარება, მაგრამ საბოლოოდ დარწმუნდა იმაში რომ ეს მდგომარეობა უნდა გადაელახა და ყველას გასაგონა წარმოდგა საჯარო და თქვა რაც მოხდა მის თავს და უფალი ეტყვის მას რომ ნუ გეშინინ ასულო სარწმუნოება მან შენ მან გაცხოვნა შენ ვიდოდე მშვიდობით ასევე უფლის სიტყვების მიზანი რომ მინ შემეხო მე ისიც არის რომ კი ეს ადამიანი ფიზიკურად განიკურნა მაგრამ ჩვენ უნდა განვიკურნოთ სულიერადაც რომელიც მოხდება მაშინ ან სულიერი კურნება როცა ჩვენ გვექნება ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა აი უფალი შემოვა ჩვენთან დიალოგში და ესე იგი აი ამ ამბების შემდეგ ახლა იაიროსი ნერვიულობს ყოველი წამი ძვირფასი არის მისი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია მაგრამ სახარებაში არ ჩანს სულმოკლეობის მცირედი გამოვლენებაც კი იაიროსის მხრიდან აი ძალიან ხშირი არის რომ თვითონ ქრისტეს გარშემომყოფები საყვედურობენ უფალს იგივე მართასა და მარიამის შემთხვევა რომ მარიამი მართა საყვედურობს ქრისტეს რომ მარიამი შენს ფეხებთან დაჯდა და მე აგერ სამზარეულოში ვარ და ეს სიყვარულით ერთგვარი უფალო რა ხდება ძალიან ხშირად არის ხოლმე უფლის გარემოცვაში ერთგვარი ჭყალებში საყვედურობა მაგრამ იაიროსი ასე ვთქვათ არავლენს ადამიანურ სისუსტეს სულმოკლეობას ის მინდობილია უფალს და აი ამ კურნების შემდეგ მოდის ამბავი ინფორმაცია რომ იაიროსის ასული უკვე გარდაიცვალა და ესე იგი უფალმა გადაწყვიტა იაიროსი ბოლომდე გადაერჩინა ასე ვთქვათ მისი რწმენა, მისი იმედები და იმისთვის რომ სასოწარკვეთილებას თუნდაც ერთი წამით არ დაესადგურებინა იაიროსში უფალი მეხსოვდა ეუბნება მას ნუ გეშინინ გარნაგწმენინ ხოლო თუ ვირწმუნებთ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ისეც ვთქვათ, რომ ესე იგი ეს არის ლუკას ახარების მერვე თავი და მეშვიდე თავში მოცემული არის კიდევ ერთი მკვდრის გაცოცხლება ნაინელი ქვრივის და როგორც ჩანს უკვე ეს აზრი რომ ქრისტეს შეუძლია მკვდრის გაცოცხლება მუსირებს საზოგადოებაში და ნუ იაიროს ისედაც წმენა ჰქონდა და მით უმეტეს ახლა უკვე ფაქტი დადებული იყო რომ ქრისტემ მიცვალებული აღადგინა იაიროსი ინარჩუნებს რწმენას და მიდიან იაიროსის სახლში და როდესაც მიუახლოვდება ქრისტე უკვე იაიროსის სახლს იქ დაინახავს ესე იგი გლოვიარე ხალხს რომლებიც გლოვობდნენ ახალ გარდაცვლილი იყო 12 წლის ასული იტყვის რომ ყრმა იეგე არა მომკვდარ არს არამედ სინავს რა თქმა უნდა ლაზარეს შემთხვევაშიც უფალი იგივენაირად ამბობს რადგანაც ესე იგი ქრისტიანისთვის გარდაცვალება ეს არის ძილი უბრალოდ უფალი თანდათანობით გვაჩვევს ჩვენ მისი მკვდრეთით აღდგომამდე რომ სიკვდილი უკვე თანდათანობით ქრება და იწყება სიცოცხლე. დავით, აი ზოგადად ბოდიში შეგაწყვეტ, ზოგადად ვიდრე ვისაუბრებდით სახარების მნიშვნელობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქრისტიანი ადამიანებისთვის, კონკრეტულად ამ სახარების მთავარ არსზე და სათქმელზე მინდა გკითხოთ, რას სწავლობს ამით ადამიანი კონკრეტულად ლუკას სახარების მერვე თავით, კონკრეტული მომენტით, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ და მუხლების მიხედვით განვიხილავთ თუ რა და როგორ მოხდა. რა ითქმება სინამდვილეში მისი მთავარი სათქმელი რა არის, რა უნდა გაიგოს და მოისმინოს ადამიანმა ამით. მთავარი სათქმელი ის არის, რომ ესე იგი პირველ რიგში უფალს უნდა მივენდოთ, არაფერს არ უნდა გვეშინოდეს და ყველაზე დიდი მტერი რაც არის ჩვენი სიკვდილი და ეშმაკი, აი სწორედ ამისკენ მიმართა მთავარი სამისნე უფალმა და ამისი არ უნდა გვეშინოდეს და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გჯეროდეს, რა თქმა უნდა, იმისა, რომ ეს ხოვრება დროებითია, იმის კარგიც, ის სუდიც წამიერად ეს ყველაფერი მთავრდება, როგორც ეკლესია ამბობს, ეს ხოვრება არის წამისოფელი და დრო ძალიან ჩქარა მიდის. გავაგრძელებთ მაინც ეს თუ არის მნიშვნელოვანი მომენტები ძირითადად ეს ამოსუნთქვის საშუალება მომენტი ძალიან კარგი არის ეს დიალოგი ჩვენ შორის ესე იგი უფალმა მხოლოდ 3 მოციქული წაიყვანა მასთან ერთად პეტრე, იაკობი და იოანე
პეტრე შემდგომში მოციქულთა თავი ხდება და ძალიან დიდი დამტევნელობა ჰქონდა პეტრეს მიუხედავად მისი სამგზის უარყოფისა, მან დიდი სინანულით აჩვენა და შეუმცარი ხა არავინ არ არის და პეტრეც დიდი სულიერი აღორძინების და განვითარების გზაზე იდგა. ჩვენ ყოველდღურად ვიზრდებით და ვითარდებით. აქედან გამომდინარე, პეტრე იქ უნდა ყოფილიყო, გამორჩეული იყო ნამდვილად არის სხვა მოციქულებს შორის იაკობი, იოანე ღვთისმეტყველისმა, რომელიც ასევე იყო მაცხოვართან ერთად თაბორის მთაზე. ვიცით რომ 12 მოციქულთა შორის სწორედ იაკობი ეწამა პირველად, მას ჰქონდა განსაკუთრებული ხადაგების სტილი, განსაკუთრებული სიმტკიცე ქრისტესადმი და სწორედ ამის გამო ის იქნა ამორჩეული რომ დასწრებოდა ამ დიდ მოვლენას და ასევე იოანე ღვთისმეტყველი, რომელმაც ერთადერთმა უერთგულა ქრისტეს, როცა ყველა მოციქული დაიფანტა ჯვარცმის დროს, როდესაც შეიპყრეს ქრისტე და წაიყვანეს ჯვარზე გასაკრავად, ერთადერთი ვინც არ მოშორებია ქრისტეს იყო იოანე ღვთისმეტყველი და ეს სამი მოციქული, აი განსაკუთრებულად თავისებურად წმინდები, მტკიცეები და გამორჩეულები არიან უფალთან ასევე თაბორის მთაზე, როგორც ვიტნა, აი ამ დიდი მოვლენის მკვდრის აღდგენების დროს. ასევე ეს იყო ებრაული ტრადიციაც, რომ ესა თუ ის დიდი განსაკუთრებული მოვლენა უნდა მომხდარიყო მოწმეების თანდასწრებით და მოციქულებს შემდგომში ეს ყველაფერი ბუნებრივია სახარებებში უნდა დაეწერა და ჩვენამდე უნდა გამოეგზავნათ ეს დიდი აღდგენების და სასწაულის საქმეები. ისე კი, როდესაც შედის ქრისტეს სახლში, სადაც უკვე დასვენებული არის ყრმა, იქ არის მხოლოდ მისი მშობლები, რადგანაც მშობლები არიან მეურვეები შვილის და ისინი ყოველთვის ახლოს უნდა იყვნენ შვილებთან, მით უმეტეს ყველაზე განსაკუთრებულ ეპიზოდებში და როგორც ვთქვით ეს სამი მოციქული და უფალი მარტივად ეტყვის, ესე იგი ამ გარდაცვლილს ტალითა კუმი. ეს არის არამეული ენა, ლუკას სახარებაში არ წერია სიტყვები, მარკოზის სახარებაში წერია, რაც ორიგინალი არის და ნიშნავს ყრმაო აღდეგ და მეხსეულად გაცოცხლდება ყრმა, მისი სული დაბრუნდება, დაუბრუნდება და ეტყვის ქრისტემ მშობლებს, რომ ეცით მას ჭამადი. საზრდელის მიცემაც ორი ფაქტორის გამო, ერთი ის რომ მოჩვენება არ გონებოდათ, რომ ის ჭეშმარიტად აღდგა მკვდრეთით და მეორე ის რომ ისე იგი მსნეულებასთან ერთად ბუნებრივია ჩვენ გვერთმევა ჭამის მადამ და რომ ფიზიკური ძალები შეენარჩუნებინა მას. აი ეს დიდი სასწაული მოკლედ კიდევ ერთხელ აღასრულა ქრისტემ, ისე ვთქვათ რომ სახარებაში ჩაწერილი არის სამი მკვდრის აღდგენება. ერთი არის პირველი რაც მოხდა ნაინელი ქრივის აღდგენება, მეორე იაიროსის სასულის აღდგენება და მესამე ლაზარეს მკვდრეთით აღდგენება, რითაც უფალმა მოციქულებს წინ და წინვე აუწყა ის რომ მისი ჯვარზე გაკვრა იყო ნეფსით, საკუთარი ნებით ავიდა ჯვარზე და რომ ესე იგი საბოლოოდ მოხდებოდა სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე, საყოველთაო მკვდრეთით აღდგენება. ასევე ისე ვთქვათ რომ ქრისტეს ჯვარცმას მოყვა მრავალი მართალი მიცვალებულის გაცოცხლება, რომლებიც ესე საფლავებიდან გამოვიდნენ და დაიწყეს ქადაგება იმის, რომ არსებობს საუკუნო ცხოვრება და არსებობს მკვდართა აღდგომა. ასე რომ აი სიტყვები, რაც უფალმა იაიროს უთხრა, ძალიან ხშირი არის სამწუხაროდ შემთხვევები, როცა შვილი გარდაეცვლებათ მშობლებს, ასეთ შემთხვევაში ერთი წამითაც არ უნდა დავკარგოთ იმედი და ეს სიტყვები, ნუ გეშინიათ, მხოლოდ ირწმუნეთ და ის ცხონდება. განშორება დროებითია, ნუ უფალმა დაგვანახა რომ ყველაფერი შეუძლია, მაგრამ აი ეს ადამიანები, რომლებიც ქრისტემ მკვდრეთით აღადგნენ, ისინი ისევ გარდაიცვალნენ. ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია უფალს ყველა მიცვალებულის გაცოცხლება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ეს ხორცი ჩვენ დროებით გვაქვს და ადრე თუ გვიან ეს ყველას უნდა ჩამოგვეხსნას ეს სხეული და უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს ნამდვილ სამშობლოში, სულთა სამყაროში, სადაც რა თქმა უნდა დადგება იმის ჟამიც, რომ საყოველთაო მკვდრეთი და აღდგომის ჟამს ჩვენ ყველანი შევიმოსწავთ ისეთ სხეულებს, რომელიც ქრისტეს ჰქონდა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, რომლისათვისაც უცხო იყო საზრდელის მიღება და აღლა იყო ნატიფი, სულიერი სხეული, როგორც მის შესახებ საუბრობს მინდა პავლე მოციქული და ის სხეული გვექნება ყველა საბოლოოდ, როგორც ჰქონდა ადამიანს და ევას ცოდვით დაცემამდე, ესე იგი ყველაფერი უკვე აღსრულებულია, ერთადერთი ეს ხორციელი სიკვდილი აქვს დატოვებული უფალს, რომელსაც ასევე განაკარვებს მეორედ მოსვლის ჟამს. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ნამდვილად არავის და არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, როგორც წერია სახარებაში, გეშინოდენ მისამ,
რომელსა ხელისწიფების შტაგდება თქვენი გეხენიას, ანუ უფლის ხელში ვართ ყველანი და თუ გვინდა რომ სიცოცხლე გქონდეს, უფლისთვის არ უნდა დავიშუროთ ჩვენი ქონება, ჩვენი გული, ჩვენი ცხოვრებისეული დრო და ნაყოფად უნდა მივართვათ ეს ყველაფერი უფალს, როგორც აბელის მსხვერპლი. დიახ. მამდავთ აღდგომას ყველა აღნიშნავთ შესაბამისად, როდესაც ტაძარში ვესწრებით წირვალ უცვას ვისმენთ სახარებას, სადაც გამოკვეთილია თქვენ ახსენეთ ხომ სახარებაში 3 აღდგინება ხომ ადამიანის და შესაბამისად ამ ყველაფერს ვისმენთ, თითქოს ეს ყველაფერი უფრო ისტორიული ნაწილი გვგონია, ასე ვთქვათ, მაგრამ რეალურად აი თანამედროვეობაში რამდენად ვიაზრებთ ამ ყველაფერს, მაშინ როდესაც ფაქტის წინა შევდგებით ჩვენი ახლობლების გარდაცვალების ან თუნდაც ჩვენს ცხოვრებაზე ვფიქრობთ და არაერთხელ მსმენია მე პირადად და შეიძლება თქვენც აქ მყოფთ რომ რა ვიცით რომ ნამდვილად გრძელდება ცხოვრება შემდგომ როდესაც გარდავიცვლებით ეს ხომ ჩვენჯერ არ განგვიცდია არ გვიხილავს და რამდენად სანდო და სარწმუნოა ეს ყველაფერი რომ გარდაცვალების შემდგომ ცხოვრება გრძელდება როგორია წმინდა მამათა დარიგება და სწავლება ამასთან დაკავშირებით და შეხედულება რომ გარდაცვალების შემდგომ ადამიანი რა გზას გადის და რამდენად შეესაბამება რეალობას ის რომ ცხოვრება გრძელდება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის რწმენა. რწმენა, რომელიც რეალობად იქცევა გარდაცვალების შემდეგ. ნუ ამ ცხოვრებაში ჩვენ ვართ რა, ხორცში ვიმყოფებით და ძალიან ხშირად ხორციელ საქმეებში ვართ და სულიერს ვივიწყებთ და ვცდილობთ რომ რწმენა არ დავკარგოთ ჩვენში. და რწმენითი აღქმა და განცდები გქონდეს მარადისობასთან მიმართებაში. პირველ რიგში თითოეული ჩვენთაგანისთვის, ქრისტიანისთვის აუცილებელი არის გვჯეროდეს ქრისტეს აღდგომის. აი თომა მოციქულის ეპიზოდი გვახსოვს ყველას, ხო? ისე იგი ის ამბობდა რომ თუ ჩემი ხელით არ შევეხები ქრისტეს იმ ადგილებს, სადაც მას ლურსმნები ჰქონდა ჩაჭედებული, გვერდს, სადაც გვერდი ჰქონდა განგმერელი ლახვით, მე არ დავიჯერებ. და აი ესე იგი თომაში ჩვენ საკუთარი თავები უნდა წარმოვიდგინოთ, რა თქმა უნდა, ადამიანები ვართ და საკმაოდ გვიჭირს რწმენის სიმაღლეებამდე ასვლა. აი ესე ხელმისაწვდომი გახადა ქრისტემ თავისი აღდგომა, თავისი ღმერთობა და საიქიო ცხოვრების რეალობა მოციქულებისთვის. მოციქულები ჩვენაირი ადამიანები იყვნენ და რა თქმა უნდა, მათ არ ქონდათ ის გამოცდილება, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, ახლა რამდენჯერ მიგვიღია წმინდა ზიარება, რამდენჯერ სახარება წაგვიკითხავს და რამდენ დღესასწაულს დავსწრები ვართ ქრისტესშობას, აღდგომას, ფერისცვალებას და ასე შემდეგ. და მოციქულები პირველად იწყებდნენ, გადიოდნენ ქრისტესთან ერთად ამ გზას და ცოტა რთული იყო მათთვის ამ ყველაფრის დაჯერება, მაგრამ უფალმა იმდენი გააკეთა და ისე გააკეთა ყველაფერი, ისე მოწყო ყველაფერი, რომ აი მატერიალური თვალსაზრისითაც კი ხელშესახები გახადა თავისი რწმენა და თავისი აღდგომილობა და ისეთი მერყევი მოციქული, ნუ მერყევი ცოტა ისე ბჭყალებში, ეხლა ნუ ვერანაირი მერყეობას ვერ დავაჩემებთ, თომას უბრალოდ თომაში ჩვენ საკუთარი თავები უნდა დავინახოთ, ისიც კი დაარწმუნა თავისი აღდგომის ჭეშმარიტებაში და თომამ თქვა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა განვიცადოთ საკუთარ თავზე. ესე იგი, როდესაც ჩვენ სახარებოს კითხულობთ და გვესმის ეს ყველაფერი, რაღაც საკუთარი თავიდან გარეთ გამომდინარე არ უნდა წარმოვიდგინოთ, ეს ყველაფერი მოხდა და ამით დამთავრდა, ჩვენ უბრალოდ ისტორიებს გავეცნოთ და ამით უნდა შემოიფრაგლოთ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ჯვარცმას და აღდგომას ჩვენ ყოველდღე საკუთარ თავში უნდა გავდიოდეთ. არ ემორჩილები იმ ბოროტის ნებას, ბოროტის ფიქრს, ხომ? ყოველ ესე იგი წუთიერად, შეიძლება წამიერადაც ჩვენთან უამრავი აზრები და ფიქრები მოდის, ხომ? ის მოყვასის განკითხვის, სხვადასხვა რაღაც ბოროტის საქმეების შადენის, ხომ? სიზარმაცის, როცა აზრი გვეუბნება რომ ვილოცოთ, ყოველთვის ლოცულობთ, როცა აზრი გვეუბნება რომ ტაძარში წავიდეთ, ყოველთვის მივდივართ, ხო, ვიჩემებთ რაღაც მიზეზებს, მაგრამ რეალურად ამ ყველაფერს უკან ჩვენი დაცემული ბუნება დგას და როცა აი ამ ყველაფერს ჩვენ გადავლახავთ საკუთარ თავში და უფლის რჯულს დავემორჩილებით, აი ეს მაშინ გავდივართ გოლგოთის გზას, ჩვენს თავისუფალ ნებასთან ჭიდილში და ჩვენში ხდება აღდგომა. აი ეს ყველაფერი რაც დაწერილია უკვე კაფეო ხდება ჩვენთვის. წმინდა ხატს რომ შევხედავთ, იქ უეჭველად მიხვდებით რომ იქ თქვა წმინდა ნიკოლოზია და ეს წმინდა ნიკოლოზის პიროვნება გაცოცხლდება ჩვენს წინაშე, წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის და აცხოვრის ღვთისმშობლის და ასე შემდეგ, როგორც ეს იყო 100,000 მოწამის შემთხვევაში, რომელთათვისაც ცოცხალი იყო ის ხატზე გამოსახული ქრისტე და მოთახსენების დღეს გუშინ იყო და შეგვეციოს წმინდანები და
ვაკურთხოს უფალო. ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, განმარტებისთვის და მშვიდობით მომადავით. ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათი ერთად აღუვნოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგვეულდეთ. ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა. და მრავლითა მოწყალებითა შეინთა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუნცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და.
ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად, როგორც მოგეხსენებათ, დღეს 14 ნოემბერია და დღეს დიაბეტის მსოფლიო დღეა. ვისაუბრებთ დაავადების შესახებ, მოგეხსენებათ, ჩაქრიანი დიაბეტით დაავადებული მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად რთულ გამოწვევას აწყდება. მათ სჭირდებათ დიდი ძალისხმევა საკუთარი მდგომარეობის მართვისთვის, ასევე გეტყვით, რომ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. უფრო მეტ დაავადებისა და კონფერენციის შესახებ მოგყვება საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე ენდოკრინოლოგიის პროფესორი ბატონი რამაზ ყურაშვილი. დილამშვიდობის ბატონი რამაზ. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ბატონი რამაზ, როგორც უკვე აღნიშნეთ, დღეს აღნიშნება დიაბეტის მსოფლიო დღე. და ჩვენ შევუერთდით. ჩვენ შევუერთდით, რა თქმა უნდა, და მაყურებელი შეამჩნევდა, რომ სტიკერები გვაქვს დამაგრებული სწორედ ამ დღის აღსანიშნავად. ბატონი რამაზ, ვისაუბროთ თავდაპირველად კონფერენციის შესახებ, თუ ვთქვათ, როგორ აღინიშნება საქართველოში დღევანდელი დღე და რაზე გამახვილდება უფრო მეტწილად აქცენტები, ასე ვთქვათ, ამ დაავადებას თან დაკავშირებით, თუ არის ბრძოლის მეთოდები, ახალი მიდგომები და ასე შემდგომ. დიდი საკითხები დამისვით. პასუხისმგებლობა დიდია. ჩემთვის დიაბეტი ისეთ დაავადება, რომელიც თელ მსოფლიოში მატულობს. ჯერ არ არის არც ერთი ქვეყანა, სადაც მისი რაოდენობა კლებულობს. რისკის ფაქტორებიდან გამომდინარე, ასაკი ყველა ქვეყანაში მატულობს, საშუალო ასაკი, ცხოვრების ხანგრძლივობის. ამიტომ ეს ერთ-ერთი რისკის ფაქტორია. 35 წელი არის რისკის ფაქტორი ზევით, თუ ოჯახის წევრები არიან დიაბეტიანები. მაშინ უნდა გაიშინჯოს აუცილებლად, უნდა შემოწმდეს აქვს თუ არა პრედიაბეტი. თუ ოჯახის წევრები არ არის დიაბეტიანები, 45 წლის ზევით უნდა შემოწმდეს აქვს თუ არა დიაბეტი. ეს ადვილი არის, რასაკვირველია. ცენტრებში უფრო ადვილია ამის შემოწმება, ვიდრე ჩვეულებრივ სამედიცინო დაწესებულებებში, იმიტომ რომ ცენტრებში გაცდუნილი ხალხი არის, ყველაფერი იცის, ცოდნა ფიქსირებულია დიაბეტთან დაკავშირებით. ჩვენთან საქართველოში 300,000-მდე დიაბეტიანი პირი არის. და მსოფლიოში 1 მილიარდია, აქედან 600 მილიონი რეგისტრირებული არის. და დანარჩენი არ არის რეგისტრირებული, მათ არ იციან თავიანთი დიაბეტის შესახებ, ან დიაბეტის წინა სტადია პრედიაბეტი აქვთ მათ. ამის გამომჟღავნება აუცილებელია. დიაბეტი არ არის დიაგნოზი, რომელსაც ჩვენ უნდა ასე ვთქვათ, შევხედოთ ეჭვის თვალით, ეს არ არის გადამდები დაავადება. ჩვენთან საქართველოში დისკრიმინაცია დიაბეტიანების მიმართ საზოგადოებრივი აზრი დადებითად არის განწყობილი. კარგად უყურებენ ამ პაციენტებს, ოჯახში უვლიან კარგად მშობლები, უმრავლესობა ცდილობს მოუაროს, რასაკვირველია. და სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა არის, უნდა ითქვას, რომ დისკრიმინაცია ამ პაციენტების არ არის. ვერავინ ვერ გაბედავს, რომ სამსახურში არ მიიღონ ეს პაციენტები. დიახ, თქვენ რიცხვი ახსენეთ საქართველოში დაავადებულების, აი ამ სტატისტიკის მიხედვით, რამდენად საგანგაშოა მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში პროცენტულად როგორ შეიძლება რომ სხვა ქვეყნებს რო შევადაროთ, შეგვიძლია 7-ად ვიყოთ. დიახ, მაგალითად
გაერთიანებული არაბეთის ემირატებში 30%-ია გავრცელება. თანაც როგორ არის? პირველი თაობაა, იქ მოხუცები არ არსებობენ. იმის გამო რომ ძალიან დიდი სიცხე არის, ფიზიკურად ვერ ვარჯიშობენ, ვერ მოძრაობენ და ამასთან ერთად მათ აქვთ ისეთი ტრადიცია, რომ ნათესაები ერთმანეთში ქორწილდებიან და ეს ფაქტორების თანხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ნუ ბევრს მიირთმევენ და ამ კალორიას ვერ ხარჯავენ. შესაძლებლად ისინი სიმსუქნით არიან დავადებულები. ჩვენთან არის სიმსუქნის და ეს სკოლის დონეზე უნდა გადაცდეს პირველ რიგში თუ გინდა რომ კარგად შევხედოთ ამბავს. და აი ესეთი სიტუაციაა ჩვენთან. გარდა გენეტიკური ფაქტორისა, ბატონო რამანს არის ასევე შეძენილი, ხომ? და რა არის ეს გამომწვევი მიზეზები, რაც პირველი სიმსუქნეა და უმოძრაობა არის. პირველი სიმსუქნე და უმოძრაობა არის. ძილი დარღვეული რო აქვთ უფროსი ასაკის ხალხს ესეც არ ვარ. ძილი ნორმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 7-დან 8 საათი. თუ ხანგრძლივად ძინავს პირს, მაშინ ძილი უხარისხო არის. იმიტომ ძინავს ხარის დიდხანს 10 საათი. არ უნდა იყოს ესე. ამის რეგულაცია შეიძლება რასაკვირველია. ამის სპეციალური ექიმები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ნორმალური დიეტა დაუნიშნონ, ნორმალური კვება, ნორმალური ცხოვრების წესი, ჯანსაღი ცხოვრების წესი. სიგარეტის ასევე რისკის ფაქტორი არის. ჭარბი ალკოჰოლის მიღებაც რისკის ფაქტორია. ეს მე ლაპარაკობ იმაზე, რაც დადასტურებულია. ასევე დაბინძურებული ჰაერი. აი მაგალითად თუ საქართველოში თქვათ 8-10%-ია დიაბეტის გავრცელება პოპულაციაში, აი იმ პოპულაციაში რომელსაც აქვს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, 18-დან 20%-მდეა გავრცელება, თუ ზოგადი ჰიპოქსია. დიაბეტი საერთოდ გამოირჩევა დაავადება არის, რომელსაც მაღალი შაქართან დაკავშირებით გლუკოტოქსიურობა ახასიათებს. ასევე დიაბეტი არის დაავადება, რომელსაც ჰიპოქსია ახლავს თან. უმცირეს სიზარღვებში, როდესაც შაქარი მომოტებულია, ერითროციტებს არ აქვს საშუალება, რომ ჟანგბადი მიიტანონ ქსოვილებამდე და ადრეული დაბერება ხდება. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ იმის გამო, რომ არ დაემართოთ დიაბეტი ერთი და იმის გამო, რომ თუ დაემართათ დიაბეტი თავს მოუვარონ. და იმ შემთხვევაში თუ თავს ულიან და მოვლილები არიან საერთოდ კარგი კომუნიკაცია აქვთ დიაბეტიან პირებს ექიმებთან, მათ არავითარი გართულება არ აქვთ. საშიშროება ყოველთვის არის, მაგრამ ეს კონდიცია მათ უნდა შეინარჩუნონ. რასაკვირველია, ისინი იღლებიან ხოლმე ამასთან დაკავშირებით. აი, ამ ბრძოლაში ზოგჯერ ესე იგი შეხვდება, რომ გაუნათლებელი ადამიანია, ესეთ დახასიათებას მიცემს, თქვათ, იტყვის, რომ დიაბეტიან ქალბატონს არ აქვს უფლება შვილი ყავდეს, იმიტომ რომ მისი შვილიც დიაბეტიანი იქნება. ეს მცდარი აზრი არის. ჩვენ საქართველოში ყავს ჩვენი კვლევის ქვეშ არიან 700-ზე მეტი ქალბატონი დიაბეტიანი პირი და ტკბილი დედებს ვეძახით მათ. და მათ სპეციალური მომზადება ჭირდებათ. არის კატეგორია, რომელსაც ემართება ორსულობის დროს. ასეთი კატეგორია მეტი არის. მეორე კატეგორია არის, რომელსაც მათ დიაბეტი აქვს და მათ უფლება აქვთ, რომ შვილი ყავდეს. საქართველოში ამ მხრივ დისკრიმინაცია არ არის. დიახ. რა გამოწვევს ტრადიციაა ეს შორის. დიახ. და სხვა უნდა ისწავლონ. ჩვენი მეზობელი ქვეყნები ზოგიერთი არ აქცევს ამას ყურადღებას. ეხლა ხო წარმოგიდგენთ საქართველოს და სოფლიოში რა ხდება. რეპროდუქცია ახალი ტექნოლოგიებით მოდის და შვილების გაჩენა უნდა ხალხს საქართველოში ისეთი ცოდნა დაგროვილი, რომ უცხოელებიც კი ჩამოდიან, რომ აქ ჩვენი ექიმების მეთვალყურობის ქვეშ გააჩინონ შვილები და ჩვენც ჩართულები ვართ ამაში, რომ მათ არ კონდეთ რისკის ფაქტორი, კერძოდ ინსულინ რეზისტენტობა, ჭარბი წონა, პრედიაბეტი კომპლექსურად რომ მოხდეს მეთვალყურეობა. დიაბეტი უკვე ინტეგრირებული დარგია, ესეთ დარგებთან არის ინტეგრირებული გულსიზარდთა დაავადება. თქვენ ხსმენიათ ამ წლის განმავლობაში ჩვენ ხშირად ხვდებით ერთმანეთს და თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ ამას და დიაბეტი და იბოავთვისებიანი სიმსივნეები. დიაბეტი თავისთავად ისეთი დაავადებაა, რომ ხელს უწყობს კანცერის განვითარებას. იმიტომ რომ იმუნიტეტი უქვეითდება თავმონტოფებს.
დიახ. ბატონ რამეს გართულებებზე მინდა გკითხოთ, ანუ იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა პაციენტი მეთვალყურეობს თავის ჯანმრთელობას და სწორ მკურნალობა აქვს მას დანიშნული და მუდმივი კონტაქტი აქვს ექიმთან, შესაბამისად ეს პროცესი მართულია და შესაბამისად უპრობლემოდ მიმდინარეობს, მაგრამ როდესაც არ აქცევს ყურადღებას შესაბამისად, ან შეიძლება გადაცდომები ქონდეს, იმიტომ რომ თქვენ თავად ბრძანეთ, რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე როდესაც იღლებია ამ ხანგრძლივი პროცესით და შეიძლება ვთქვათ რაღაც მომენტში ხელი ჩაიქნიონ და კვების რეჟიმი დაარღვიონ და სხვადასხვა იგივე ალკოჰოლს მიეძალონ და ასე შემდეგ, ხო? აი რა შეიძლება რა გართულება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა ამის შესახებაც რომ უთხრათ მაყურებელთა შევახსენოთ. აი დიაბეტი, ესე იგი ერთის მხრივ თუ ის მოულილია გართულებები არ არის. აუცილებლად უნდა იყოს განათლებული პაციენტი. ცხოვრების ხანგრძლივობა უფრო დიდხანს მიმდინარეობს დიაბეტიან პირებში, ვიდრე არადიაბეტიანებში, თუ ისინი უვლიან ამას. აი მაგალითი, ერთი სახელმწიფო, რომელიც განვითარებულია, მას ბიუჯეტი აქვს დიაბეტისათვის, მოსახლეობა განათლებულია, ისინი დიაბეტის აღმოჩენიდან ცხოვრობენ 60 წელზე მეტი. წარმოგიდგენია, პაციენტები, რომლებიც ცხოვრობენ გაუნათლებელ ქვეყანაში, ნულოვანი არის განათლება, ასევე ბიუჯეტი არ აქვთ, არავითარი დახმარება არ არის სახელმწიფოს მხრივ ამ პროგრამის მხრივ, არ არსებობს დიაბეტის პროგრამა, არ არსებობს დიაბეტთან სოლიდარობა, 12 წელი ცხოვრობენ, ანუ 5-ჯერ მეტხანს ცხოვრობს, წარმოგიდგენია ხანგრძლივად დიაბეტიანი პირი კომფორტაბელურ სიტუაციაში. გარდა ამისა, აი განათლება ინდივიდუალური, კონკრეტულად რო ვთქვათ, როგორ მოქმედებს. დიაბეტიან ამანტყოფს აქვს დადებითი მეტაბოლური გლიკემიური მეხსიერება. აი თქვენ ბრძანეთ ექიმს უჯერებს ყველაფერს და თუ მოემატა ამანტყოფს სისხლის შაქრის შემცველობა 140, 160, ან 200 ამანტყოფი გრძნობს ამას. წარმოგიდგენია და პირდაპირ ესე იგი უფრო აქცევს ყურადღებას თუ დაარღვია დიეტა, მეტი ალკოჰოლი მიიღო, მეტი ტკბილეული მიიღო, არ იმოძრავა, გამოტოვა წამალი, ეგრევე პირდაპირ გრძნობს. და პაციენტი, რომელიც თავიდანვე ნეგატიურად არის განწყობილი, ის არ დადის ექიმთან, არაფერს არ ასრულებს და 10 წლის მერე ყველანაირი გართულება აქვს და დიაბეტი არის ესეთი დაავადება, მოულელ დიაბეტს აქ იმდენი გართულება, არც ერთ ქრონიკულ დაავადებას არ აქვს ამდენი გართულება. ეს პირველი გართულება შეიძლება ნახოს პაციენტმა საიდან ნერვული სისტემიდან დაბლოება, თქვათ, ფეხის ფრჩხილებზე, ზოგჯერ გაუცივდება, ხშირად უცივდება, ღამე სიცივე არა და მე ეს სიმპტომები იცვლება. სიცივე გარდაიქმნება მე მაღალ ტემპერატურად. მე ესე იგი სრულად გამიგე ზრობელობა დაკარგული აქვს. ეს ყველაფერი საშიში არის. ამიტომ აი ჩვეულებრივი ვინც ექიმი არ ფლობს ამ ინფორმაციას, მან არ უნდა მიიღოს ესეთი პაციენტები და პაციენტებიც უნდა ერიდებოდნენ ამ ხალხს, უნდა რასაკვირველია ვიწრო სპეციალობა ენდოკრინოლოგია არის ამას ემსახურება. ყველა ენდოკრინოლოგი და ყველა პროფესორი პრაქტიკულ ენდოკრინოლოგიაში არ მუშაობს, ამიტომ უნდა იყოს სპეციალიზირებული ხალხი ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან ეს დარგები ვითარდება, აი მე ვთქვი რა კარდიოლოგია და ონკოლოგია, ასევე ფილტვების დაავადებასთან დაკავშირებით. ასევე უნდა გითხრათ პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დიაბეტი დაკავშირებულია პირის ღრუს ჯანმრთელობასთან. და უნდა გითხრათ ასევე რომ ჩვენთვის სასარგებლოა რომ ეს ექიმები, რომლებიც ამ სხვადასხვა სფეროში მუშაობენ, მათ ყურადღება ჰქონდეთ გამახვილებული დიაბეტთან დაკავშირებით. ახლა მსოფლიო სტატისტიკით აი შეხვედრებით ჩვენი ყველაზე ნაკლებად მოცლილები დიაბეტთან დაკავშირებით არიან ასე ვთქვათ როგორ სტომატოლოგები. ისინი ძალიან ხშირად აღმოაჩენენ პირველად დიაბეტს. და ყველაზე ვთქვათ დაშორებული სოფხედულობა გვაქვს ონკოლოგებთან. ონკოლოგებს ძალიან რთული დარგი აქვს და პაციენტებიც ძალიან რთულები არიან მაგათთან დაკავშირებით და თუ სკრინინგი იქნება ამ დაავადებების ერთდროულად ეს იქნება საუკეთესო. აი მედიცინა ასე უნდა განვითარდეს, რომ ფარისები ჯირკვლის პათოლოგიაც მოქმედობს დიაბეტის განვითარებაზე. ფარისები ჯირკვლის კიბოც მატულობს, ამასთან დაკავშირებით ჩვენთან სკრინინგი არსებობს სახელმწიფოში, ეს ძალიან კარგი არის. ასევე კუჭნაცლავის ტრაქტთან
ვიცით როგორ არის ნათქვამი ახლა ადრე რო იცახდეთ მითხარით ვინ არის თქვენი მეგობარი და მე გეტყვით ვინ ხართ თქვენ მითხარით რა სჭამთ და მე გეტყვით ვინ ხართ თქვენ როგორც აღნიშნეთ ესე იგი გარდა იმისა რომ თქვა კომპლექსური მკურნალობა საჭირო ასევე კომპლექსური კვლევა არის საჭირო თავისთავად ბატონო რაბას როგორც აღნიშნეთ დღეს კონფერენცია უნდა ჩატარდეს და ამ კონფერენციის შესახებ მინდა კითხოთ თუ ვინ დაესწრება და რაზე იქნება ძირითადი აქცენტები პირველ რიგში რასაკვირველია აქ პაციენტები იქნებიან და ექიმები ყველაზე დიდი რაოდენობა ასევე ჯანდაცვის ორგანიზატორები ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოსი პარლამენტის წევრები იქნებიან რომლებიც ხალხს ეხმარება ჟურნალისტები იქნებიან ჩვენ უკვე გვაქვს ესეთი ახალგაზრდები რომლებიც არიან მსოფლიო ლიდერები დიაბეტის სფეროში და ისინი თქვა მარტო ჩემი რეკომენდაცია არ ყოფნის მათ კონკურსი უნდა გაიარონ ჩააბარონ მათი ცოდნა უნდა შეფასდეს და მე ისინი ასე გაიწევენ წინ ბუნებრივია ისინი ფლობენ დიაბეტის მართვის ანბანს და ასევე ფლობენ ინგლისურ ენას იმიტომ რომ ეს საერთაშორისო არიან ლიდერები უკვე და ასე რომ საქართველოს ამ მხრივ ჩართულია ყოველ მხრივ რამდენი კონფერენცია ყოველ კვირას კონფერენცია ინფორმირებულობის გაზრდა ალბათ საზოგადოების ეს არის მიზანი აი სწორედ ჩვენ დღეს იმიტომ ვართ რომ თქვენმა მაყურებელმა ნახოს რომ აუცილებელია თავის მოვლა დროულად არის საჭირო დიდი მადლობა ბატონო რამაზ ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისთვის და წარმატებებს გისურვებთ შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე ენდოკრინოლოგიის პროფესორი ბატონი რამაზ ყურაშვილი მცირე ვიდეო როლის შემდეგ დავბრუნდებით სტუდიაში სტუმართან ერთად
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. დავბრუნდით ეთერში სტომართან ერთად შემოდგომა საქართველოში. სადმე მოგზაუროთ წელიწადის ამ ყველაზე ლამაზ სეზონზე და რომელი ადგილებია საქართველოში ოქროსფერი შემოდგომის სანახავად ყველაზე შთამბეჭდავი. უფრო მეტ სტუმარი ფოტოხელოვანი ბატონი ბადრი ვადეჭორია გვეტყვის, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება ახლა სტუდიაში. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ყოველთვის ვიხარია თქვენი სტუმრობა. მეც ეხლა ამოვაჩინეთ რომ თურმე ადრეც ხდებოდი თქვენ სოფუნა ერთმანეთს ძალიან კარგი ძალიან მიხარია ნაცნობებთან და მეგობრებთან გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ დაფიქსირება ჩვენი მეგობრობის და კეთილგანწყობის ძალიან კარგი ბატონო ბადრი შემოდგომის შესახებ უნდა ვისაუბროთ რომელიც სულ მალე მიიწურება და დასრულდება წელს ულამაზესია ბუნებრივია ნუ ყველა სეზონზე ულამაზესია ჩვენი ქვეყანა თუმცა განსაკუთრებით ალბათ შემოდგომა არის ისეთი სეზონი რომელიც განსაკუთრებულად ლამაზ მაინც უფრო ჭახჭახაფერები ასე ვთქვათ მაინც შემოდგომაზე არის და რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა შეძლოს და ნახოს. აი ჩვენი საუბრის პარალელურად მაყურებელი ახლა დაინახავს კადრებს, რომელიც პირველ რიგში არის თბილისში გადაღებული და თბილისით რომ დავიწყოთ. კონკრეტული ადგილები, რომ ვუთხრათ, დამწყებ ფოტოხელოვანებს, ნებისმიერ ადამიანს, სად არის ყველაზე კარგი ხედი ფოტოების გადასაღებად. თბილისიდან დაწყებული შემდეგ კუთხეებზე გავაგრძელოთ საუბარი რეგიონებზე. ყველა კუთხე და რეგიონი ულამაზესია, თუმცა სად ურჩევთ პირველ რიგში ადამიანებს წასვლას, რომელი კუთხე და ადგილი უნდა ნახოს იმისათვის, რომ მეტად შეიძინოს საკუთარი ქვეყნის სილამაზე. და არის იცი, მთელი თბილისი ფაქტიურად შემოდგომის პერიოდში და ზოგადად ისეც კი ულამაზესია. დიახ. განსაკუთრებით რა თქმა უნდა შეუძლია ყოველთვის, იმიტომ რა არის იცი, ბოტანიკურ ბაღში ასვლისას ყოველთვის რაღაცას აღმოაჩენს. ახლა რა კარგი ეს ახალი ფოტოებია, რომელიც გადაღებულია სულ 2-3 დღის წინ. და რა არის ყველა საინტერესო იცი, ავედი გულმარმომი თვინა ზემოდან ვიცი შემოდგომაზე გადმოვხედავ თაბორის მთიდან და აღმოჩნდა რომ თაბორის თიდანის თაბორის ტაძრიდან გაუკეთებია უსაშველოდ კარგი და მოხერხებული გზა, კიბეები, საიდაც ჩამოდიხარ პირდაპირ აბანო თუბანში.
იმდენად კარგია, იმდენად გამეხარდა, რომ ესე იგი მე გამიადვილდა საქმე, თორმოვკლდი ამაზე პორტღალეთი. თუმცა მაგასაც საუბრობთ კიდე გალამაზდებოდა კიდე გალამაზყოფილა ბიჭო. ბატონო ბადრი და რასაც გეკითხებათ ხო აი ჩვენს მაყურებლებს უფრო მეტწილად რომელ რეგიონს ურჩევდით რომ უფრო მეტად აღიქვან სილამაზე საერთოდ მთელს საქართველოში შემოდგომა ყველაზე კარგად ჩანს 20 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე. ძალიან იშვიათად რომ სადმე მე კიდე იყო შემორჩენილი ოქტომბრის ბოლო კვირა, ბოლო დღეები ხო 10 დღე. კი. და აღმოჩინე რომ მთელ მსოფლიოში ასია თურმე. ადლაც ესია რა. ამასინა დავდეს ამერიკის ფოტოები, რომელიც 31 ოქტომბერს იყო გადაღებული. მშვენიერია. გარდა იმისა, რომ თავისთავად ბუნება თავად გაძლევთ და კარნახობთ, რომ თუ როგორი უნდა იყოს განწყობა, რომ ფერები ასე შემდეგ ეს ყველაფერი ხომ რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასე ემოციებს აღძრავს ადამიანში. გარდა ამისა, თქვენი რჩევები რომ გითხრათ, თუ რას უნდა მივაქციოთ ამ დროს ყურადღება, გადაღების ტექნიკის საიდუმლოებები რომ გაგვიმხილოთ თუ შეიძლება. ჩემ ცხოვრებაში არ მისწავლია ფოტოგრაფია. მე ვარ ფოტო მოყვარული და მე დავაჯერე ეს ხალხი. აი, ფოტო ხელოვანი და გემოვნება დავაჯერე. აჩე მოგწონს, ხო, გადაიღე ისე. გადაიღე 10, 20, 50 და 100,000. და მე მივხვდები თურმე რომ არის კარგი და რა ლამზე სხვა თუ არაფერი სხვა მიგახვედრებს. ვინც ნახავს შენს გვერდზე ამასო რომელსაც მეტი ისა აქვს მოწონება ესე იგი ეს ხუმრობით და თავდაბლობით ახლა სინამდვილეში გითხარით ბატონო ბადრი რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა პროფესიონალურ დონეზე უნდა კონდეს ნუ პირველ რიგში მაინც თვალი დიახ ისე ყველაზე კარგი სულ ვამბობ რომ ყველაზე კარგი ფოტოები თვალით ამან გადაღებული დროზე არ მომესდა კამერა მაგრამ ამ ბოლოს ვცდილობ რა ულამაზესი ტბა ბიჭო ეგ რა არის საოცრება რა პატეთის ტბა დიახ ნუ ეს არის კიდე ერთი საოცრება ძალიან მიყვარს ეს ციმბირული სოჭი იგივე ჭაობის კიპარისები ეს ხო რა გითხრათ ახლა დიახ აი ძალიან საინტერესო პრობლემა ყველა ძალიან კარგად იცნო და მიხვდა რომ ეს მარტყოფი იყო ნამდვილად ძალიან საინტერესო რამ ახსენეთ ბატონო ბადრი ხშირად ბევრი სურათი გაქვთ თვალით გადაღებული კონკრეტული მომენტიდან გამომდინარე ალბათ აი რამდენად ყოფილა ეს გულისწვეტის მომენტი რამდენად ყოფილა ბევრად ყოფილა თქვენ ძალიან რო და მართლა დამწყვეტია გული რა ძალიან და საქართველოს მეუკუთხეში კი კაცო გულისწვეტა გეკითხა მაშინ ფირის დრო რო იყო და რო გავდიდი სულ 36 კადრი იყო ერთ ფირში უკეთეს შემთხვევაში ისე 24-ია რაღაცა ხო და ელოდ საერთოდ ფოტოგრაფია არის ბნელი საქმე ბნელში კეთდება ყველაფერი რა ბატონო შეიძლება რომ მიეწევოს ერთმანეთს ისა ფირი გამჟღავნების დროს და დამთავრდეს შენი ამდენი ისასია წყალში ჩაიგდება ყველა გადვილებულია ყოველ შემთხვევაში რა შედარება არის ახლა სმარტფონებს ტელეფონებს ამდენად იყენებს ადასარევად კი ხო ადასარევ მაგითი რეპორტაჟები გამეკეთებია სკანდინავიის ქვეყნებდი ისე სადაც არ უნდა უწყო ანუ არ უარყოფთ სადაც არა როგორ გეკადრება უფრო კარგი კადრები შეიძლება გადაიღო ღამის კადრები განსაკუთრებით თუ გვაქვს ნორმალური ისა ნორმალური რა ამაზე არ გეუბნები რაღაც ჰაი კლასი და ესეთი რა აი ნახე რა ლამაზია ბიჭო შენ კიდე არ გჯერავს რომ ლამაზია საქართველოს ეს უერთდღეში რომ ალბათ თავისთავად მნიშვნელოვანია იგივე თვალის გაწაფვისთვის და არა მხოლოდ თვალის გაწაფვისთვის არამედ იმისათვის რომ ესეთი არაჩვეულებრივი კადრები ასახოთ მოგზაურობა არის ამისათვის აუცილებელი ხო ადგილზე არავინ არ მოგიტანს შაურის ტბას შენ თუ არ ჩახვედი იქა როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე ქვეყნის გარეთაც ბევრს მოგზაურობთ თქვენ თუ გინდა შემოდგომაზე უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა იყოს და არა ზაფხულზე. ზაფხულსაც აქ თავისი ისა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ალბათ. დიახ. აი ხედავთ
ულამაზეს სვანეთი კაცო დროს ხოდი თუშეთია ყველაზე ლამაზი მეთქი, მაგრამ მე დავწუნდი რომ ძალიან ძნელია გამოყო კი რა თქმა უნდა რომელიმე კუთხე საქართველოს იმიტომ რომ ნებისმიერ დროს ყველა კუთხე თავისებურად ლამაზი არის რა თქმა უნდა კი და შესაბამისად რთულია რომელიმე უფრო მეტად რომ გამოყო ბატონ ბადრი რა ურჩევდით დამწყებ ფოტოგრაფებს, ფოტოხელოვანებს რომ რა უნარჩვევებს უნდა ფლობდნენ, რაზე უნდა გაამახვილონ უფრო მეტად ყურადღება რომ მიაღწიონ იმ მწვერვალებს ასე ვთქვათ. გარდა იმისა რომ თავისთავად სიყვარული უნდა გააჩნდეთ. შინაგანად არის ეს ყველაფერი ალბათ. შეგრძნება კომპოზიციის შეგრძნება მე წინასწარ არ ვფიქრობ არც ერთი კადრი მე ცხოვრებაში არ გადამიღია წინასწარ იმითი როგორც აი თუნდაც ახლა გადაგიგებ და საინტერესო სახე გაქვს კი ბატონო ასე ირჩევა კადრები ხო არა წარმოუდგენლად ის არის რა არის და ბატონო ბადრი აი ვიდრე დავასრულებდეთ საუბარს მინდა გკითხოთ მოგზაურობაზე უკვე ვისაუბრეთ და თქვენ ძალიან ხშირად მოგზაურობთ როგორც იცის ეს თელმა საქართველოს საზღვარგარეთის კადრებსაც ვხედავთ აღარ ამერიკის კადრები არის რომელიც ბოლო მოგზაურობის შესახებ მინდა გკითხოთ სად იმოგზაურეთ ბოლოს რომ გავიქცევით ბოლოს იტალიაში ახლა ხან რა დაბადების დღე გადამიხადეს ამას ხშირად ვყვები 24 საათის განმავლობაში 5 სუფრა გამიშალეს იქაურმა თუ თანხლებმა ქართველებმა თუ მასპინძლებმა რა ვიყავი შაქარმა ამიწია ბიჭო იმდენი ტორტები იმდენი სასაული ჩვენს გილოცავთ რა თქმა უნდა რიდა იმათ წარმატებებს მედგრად მაინც დგევა და ჩვენც დაგვიანებით გილოცავთ დაბადების დღეს და ისე კაი გვინდა გისურვოთ წარმატებები ძალიან ვიხარია ყოველთვის თქვენი სტუმრობა ჩვენ სტუდიაში ჩვენს გადაცემაში ტელევიზიაში და თქვენნაირი მასპინძლები ძალიან ხშირად გელოდებით მეტი სიახლეებისთვის მეტ სიახლეებზე სასაუბროთ და არ დაგოწდეს თუ გვაქვს ერთ წუთით დიახ გისმენთ აქედან მივდივარ პირდაპირ ვაკეთებთ ახალ ორტომეულს დიახ ჩვენი საქართველოს ჩვენი თბილისი ძალიან კარგი ეს არის ყველაზე კარგი რაც აქამდე გამიკეთებია რა და არის მე-19 და მე-20 საავტორო სადაც მე ვარ ყველაფერი და პლუს ფოტოგრაფი აუცილებლად ამ სიახლეზე სასაუბროთ კიდევ გელოდებით ახლა მომავალში რა არის გეუბნებით აქედან რომ მეც კი მომწონს ისეთი რაღაცები ვისაც ფოტოხელოვნება და ბუნების სილამაზე იზიდავს თქვენს პირად გვერდზე სოციალურ ქსელში შეუძლია რომ მოიკითხოს ეს ფოტოები და სილამაზე კი წარმატებებს გისურვებთ აგრეთვე საქართველოს პირველ რიგში და გიყვარდეთ ქართველებს ერთმანეთზე ეცადეთ ყველანაირად შეაყვაროთ რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია ქართველი და თვითონ საქართველოს დაგემშვიდობებით ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ გავაკეთე დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ფოტოხელოვანი ბატონი ბადრი ვადაჭროია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი სოფიო კუჭავა გეგინემ სიწერძე თქვენთან ერთად ვიყავით და მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის რომ თქვენთვის ძვირფასი დრო ჩვენ დაგვითმეთ მშვიდობიან და ბედნიერ დღეებს გისურვებთ ორშაბათამდე გემშვიდობებით ორშაბათამდე